კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. რეგიონში უკვე გადამუშავებულია 9000 ტონამდე ყურძენი, საიდანაც 3700 ტონა რქაწითელია, 3700 საფერავი, 460 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლის სახით 7.300.000 ლარი მიიღეს. რთვლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე კახეთში ღვინის რამდენიმე კომპანიას ესტუმრა და საწარმოების მდგომარეობასაც გაეცნო. დედოფლის წყაროში ფაქტობრივად დამთავრდა ძირითადი მინისტრთა ყურძენი უკვე დაკრეფილია. სიღნაღის რაიონში ნახევარზე მეტი ყურძენი უკვე დაიკრიფა და გადამუშავდა, დაიწურა საღვინე მიმართულებით. უკვე ნელ-ნელა სიმწიფე შემოდის გურჯაანის რაიონში. ღვინის ქარხნები გამზადებულია, ელოდება მხოლოდ ყურძნის დამცირფებას და იმ შემთხვევაში თუ მაინც დარჩა ჭარბი ყურძენი, ან დარჩა ყურძენი ჩაუბარებელი, კერძო სექტორი გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაკრძალული ქარხნების მზადყოფნაში არის, ასევე წელსაც ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ჩვენი კომპანიამ დაიწყო დაახლოებით 29 აგვისტოს ყურძნის ჩაბარება. დაახლოებით დღემდე გვაქვს ჩაბარებული 735 ტონა, აქედან 415 ტონა არის საფერავი მიღებული, 300 ტონამდე არის უკვე ქართული გადამუშავება. მთლიანობაში ჩვენი კომპანია გეგმავს 5000 ტონას წითლის მიღებას, საფერავის მიღებას, დაახლოებით 1000 ტონას საღვინედ ვაპირებთ თეთრის მიღებას და 9000 ტონას ვაპირებთ საბრენდოს მიღებას. აქცევებს რომ გლეხი არ დავაყენოთ რიგში. 1 გექტარი ვენახი მაქვს, საფერავი მომყავთ, ქაწითელი მომყავთ. ყურძენს სახელმწიფო ქაწითელში გვაძლევს 45 თეთრს და ქარხანა გვაძლევს 35 თეთრს.